მოგესალმებით მეგობრებო. ეხლა ვარ GEZ Motor-ში, ვარკეთილის ფილიალში, რომელიც არის ახალი ფილიალი და ძალიან მარტივად შეგიძლიათ იპოვნოთ, დაგუგლეთ და ეგრევე მოხვალთ აქ მარტივად ზედმეტი საუბრის გარეშე. დღევანდელი ვიდეოს შესახებ მინდა ეხლა ერთი-ორი სიტყვა გითხრათ. ჩვენმა ჩელენჯმა, სადაც გამოვარკვიეთ თუ რომელია ყველაზე კარგი SUV, ბიუჯეტური SUV, ძალიან დიდი მოწონება და ინტერესი დაიმსახურა. ამიტომ გადავწყვიტე, რომ ეს მიმართულება გამეგზელებინა. დღევანდელ ვიდეოში გადავწყვიტეთ გამოვავლინოთ, რომელია საუკეთესო საოჯახო სედანი $8,000 ფარგლებში. ამიტომ თხოვე საბას და ამიკოს აერჩიათ რაიმე საოჯახო სედანი $8,000 ფარგლებში, ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები და მოსულიყვნენ აქ GEZ Motors-ის ვარკეთილის ფილიალში და აქედან დაგვეწყო ამ ავტომობილების ტესტირებები. ნახოთ რა აირჩიეს. მე მოვიყვანე 2019 წლის Hyundai Elantra. საქმე იმაშია, რომ ჩემი აზრით ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება. იმიტომ რომ არის მარტივი, არის საიმედო, უტურბინო Hyundai-ია, არაფერი არ გაგიფუჭდება ზედ, რავი, ივლის და არაფერი დაემართება, არის საკმაოდ კარგი ზომის, ფერიც მაგრად მომწონს, შავია და ჩემი აზრით არის ამ ფასად უკონკურენტო არჩევანი. თან 2019 წლიანია, რაც ნიშნავს, რომ ახალგაზრდა მანქანაა, რა 6 წლის არის. ეხლა მოდი ვნახოთ რა არჩიეს საბამ და აი საბა მოსულა უკვე. საბამ და ამიკო. საბა მოვიდა და ამიკო რა თქმა უნდა აგვიანებს. რა მოიყვანე ბიჭო ეს რა? Mercedes. ნამუსი არ გა? არა. აფრიკაში სარბენი რაღაცა ტაშტით მოვედი მე და შენ მოხვედი იმით. Mercedes-ი. Mercedes? ის რას მოიყვანს შენი აზრით? არ ვიცი, მაგრამ გულზე გასკდება ამას უნდა ინახოს. აუ, უთოთი მოვიდა. აგრა გააჩერე. ეს რა არის? ეს არის ფუსიონი. რა ფუსიონი? საოჯახო სედანი თუ დამოსულიყო, სატაქსაო მაგალითი არა. ეს როგორ რაღაცა იცი, თავისუფალ დროს იტაქსავებ რა. მომისმინე. ეს კრასკა თუ გადაკრულია. არა, ძმა, თავისია, ქარხნული არის. ესე ჩამოვიდა ამერიკიდან. იქაც დაკსავებია? უეჭვენ. შეიძლება. ერთ შეკითხვა. ეს ხო სელუზე იყიდება? კი. არ რეცხავ? ახლა გიხსნი რა ხდება? გავრეცხე? არა, არ უწევს გარე. გავრეცხე, მაგრამ მე წვიმა მოვიდა და ესე იყო და დღესდღეობით რო გამოვედი, მე ხوار გადავალო თქვა და დავიკიდე მე და წამოვედი რა. მაინც მოვიგებ, ესეც მოვიგებ. მოდი ახლა ჩელენჯების თემაზე გადავიდეთ რა. ხელოვნურ ინტელექტს დავაწერინე ჩელენჯები, აგერ ნახავთ, რომ მართლა ChatGPT-ს აქვს ეს ჩელენჯები დაწერილი. და ჩელენჯებში გვაქვს. ხელოვნური ინტელექტის გადაწყვეტილებით ეს ავტომობილები ერთმანეთს შეეჯიბრებიან დრაგში, სლალომში, აჩქარებასა და მუხრუჩში, სალონის ხმის იზოლაციაში, უსაფრთხოებაში, გამძლეობაში, სიმპათიურობაში, ფასის ჩელენჯში და რა თქმა უნდა, ყავის ლეგენდარულ ტესტში. ბოლოს კიდე ერთი იდეა დავემბადა, რომ დავამატოთ ეგ ტესტი, საწვავის ტესტი, რომელი უფრო ნაკლებს წვავს. იმიტომ რომ $8,000 ადამიანი იხდის, მნიშვნელოვანია იმისთვის, მანქანა რამდენს წვავს. 20 ლიტრას რო უწავს ვიღაცა ეს ბავშვი. დაამატე, მძღოლის ტესტი მეტრა 70 ზევით არის თუ არა. წავედით ახლა ლილუ არენაზე, უბრალოდ სანამ დავიძრებით, არ დაგავიზდეთ, რომ გაანულოთ საწვავის მაჩვენებელი, რომ როდესაც ამ ყველაფერ ტესტს მოვრჩები და მანქანები თვივლით, ნახოთ საშუალო წვა, რომელ მანქანას მეტი ქონდა. რომ საწვავის ტესტიც დავწეროთ ხულები რა. წავედით. მოგიყვანეთ ძალიან სერიოზული მიზეზით, მეგობრებო, სლალომის ჩელენჯი გვაქვს გასავლელი. მაგრამ ChatGPT ხო ეხა ცოტა დებილია რა და არის ის მე ჩემი გენიალური ტვინით დავხვეწე ეგ. ანუ ეს არის საოჯახო სედანი, ხო? საოჯახო სედანის საჭესთან მეოჯახი მამაკაცი რას აკეთებს? ჭამს. ხო და მოდი, ეს სლალომიც უნდა გავიაროთ ჭამით. ნახე? ეს არის Subway სენდვიჩები. ქათმის ტერიაკი, ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი სენდვიჩია. კი ბატონო. აჰა. ეს მეტი соуზით, მეტი მაიონეზით არის, ხო? ესე რო ვიაროთ. დავსხლებით ამაზე, თან უნდა ჭამო, კამერას დაგიყენებთ, ჭამა არ უნდა შეწყვიტო, თან უნდა ჭამო, თან უნდა გაიარო ეს სალომი და დავინიშნავთ დროს. ვისაც უკეთესი დრო ექნება, ის მოიგებს. ანუ ცალი ხელით უნდა მართო რა. კი. აბა, მზად ხარ? ამოუშვით. ნუ ჭამ ჯერ. ცოტას ხო მოვაკლებ. 3 2 1 წავიდა.
სლალომის მეფე ვარ ბიჭო გადაობ ჩემი აქ ჩანს აღინა თან ჭამდის მაო ამიდორი გადმომივარ და აი იყო დამოკიდებული ზომას ბიზავარძლებს ავიღე აბა მზად ხარ ჯიგარო 3 ეს პომიდორი თუსაც მიყუროს მოსთან 3 2 გამეიცოდე როგორ თქვა 1 წავიდა გამორტე 19-20 მაგრამ ცოტა დაგიგვიანე რა ამიტომ მოდი 19-1 ჩაგითვლი აი ეს გადაუღია ქროა რატო იმიტომ რომ მეჯახებოდი და გაურბოდი და ვეღარ დავინახე როდის გადმოკვეთი ამიტომ 19-1 ჩაგითვლი დაგეჯახებოდი ძმა ფინიშთან იდექი აბა მე ჩემბრალია ფინიშთან რო ვიდექი სანამ დავიწყებთ მანამდე მინდა შეგახსენოთ რომ ამანქანის ყიდვა სელუჯიზე შეგიძლიათ 5 ლარად შეგიძლიათ გადახვიდეთ შეიზიოთ ბილეთი და ეს კონკრეტული მანქანა იყიდება სელუჯიზე სელუჯი გადახვდეთ ნახავთ ამის აუქციონს სატელიტებით ლარადი შეგიძლია მოხვდე ფინალურზე სადაც მე შეიძლება ეს მანქანა შენი გახდეს მაგრამ შია ამაში ხედე სპეციალურად სხვა აქ ნახე მე პომიდორი მეკაჩავებოდა პომიდორი არ უჩა პომიდორი არის შეგნით პომიდოროს მე არასოდეს ვხედავ არა ხო მაგრამ შეკრული არის ძმა სპეციალურად მოგვიტანა თავთ ახლა კარგი მიდი 1 2 3 წავაგე 17 და 8 ჭამა დამავიწყდა ამის ამა თუ დაგავიწყდა ეპიზოდად სამართავად ბევრად უფრო მსუბუქია ეს ვიდრე ნებისმიერი თქვენი ორი ბიჭებო ჩემი იყო ტუნა თუ იცით ტუნა რითი განსხვავდება ქათმის ტერიაკისგან რა მაგრა გაწყურებს ხო და სნო აქ შეიძლება შენი ძალიან კარგი რეკლამა ყოფილიყო და მით უმეტეს წყალი ისეთი პროდუქტია რომ ყველას ერთი და იგივე აქვს წყალია რა საბოლოო ჯაში თავარია მაღაზიაში რო შეხვა წყლის საყიდლად ვინა მოგიტივტივდება თავში პირველი და თვალი ვის დაუწყებს ძებნას ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია YouTube-ზე რომ შენი რეკლამა იყოს ამას გეუბნებით როგორც მარკეტოლოგი ამიტომ YouTube-ის რეკლამა თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეგიძლიათ მოწეროთ მეილზე რომელიც არის აღწერაში და პირობებზე გავისაუბროთ შემდეგ ვიდეოში სხვა წყალი იქნება, ამათ თუ არ გავამეხმაურეს. ახლა გავაგრძელოთ. მოკლედ, ყველაზე კარგი დრო მქონდა 2 წამით მოუგე ამას რა დაჟე, მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ჭამა დამაუწყდა. ხა ვიდეოში მაინც ნახავდა რა აზრი აქ დამალვას რა. ჭამა დამაუწყდა. ჭიჭკინისა და ამიტომ ხალხს უთხრათ მოდი რომ სატარებლად ბევრად უფრო მსუბუქი და მოქნილია Hyundai ვიდრე S2 სლალომში მოუგებს აზრი არა აქვს, იმიტომ რომ ძალიან მსუბუქია რა. შეიძლება ვიღაცა Mercedes-ის ტიპი გამოხდეს და დაიწყოს რომ რას მოუგებს და ასე შემდეგ, მაგრამ წინა წამყვანი არის ასეთ პატარა მოსახლეებში მოუგებს. მაგრამ მაინც მე მეკუთვნის აქ რომ დავიშტრაფო და ერთი ქულა რა. შესაბამისად 3 ქულა გექნება შენ და 2 ქულა გექნება შენ, იმიტომ რომ დროები ეგრე განაწილდა. აი მეორე რამდენი ქულა? 3. აუძლებს 3 ქულა იყო. 3. ChatGPT-მ დაწერა რომ დრაგში უნდა შეგვეჯიბრებინა ეს მანქანები ერთმანეთისთვის რა. ამ მანქანით ახლა რა გაზაობას არავინ არ აპირებს იმედია და აქ გავაკეთოთ, შეგვიძლია გავაკეთოთ აჩქარება და მე კიდე უკეთეს გეტყვით რა. მარტო დრაგი რო არ იყოს და მარტო ეს ცანცარობა რო არ იყოს, რა არის ძალიან მნიშვნელოვანი საოჯახო სედანში? უსაფრთხოება. მუხრუჭიც ჩავსვათ. ასე რომ გავაკეთოთ ეგეთი რაღაცა. აჩქარება, უსაფრთხო 60 კმ/სთ-მდე და გაჩერება. ვისაც უკეთესი დრო ექნება, ის არის გამარჯვებული. აუ, როცა იტყვი. 1 2 დავი. მუხრუჭი, ოპა. ისე გაჩერე. ოპა. 7 და 65. დასკრინე ეგ. ბიჭო, კაი მუხრუჭია. ამასთან გავუჭირდება. მეყვანე უკან. მეგვიყვანე ძმა უკან. რა მეუბნიზი ხარ, ბიჭო? აუ, ბოდი. კაი. საოჯახოა ძმა. დამითვალეთ. 1 2 3 რუჩნო ის ხელი გაუშვი. დავაი. გაჩერე. 8 და 51 იმას რამდენი ქონდა? 7 და 60. მომიგო. მე დაჟე. ოგი გოაბარაკა. დაწუნებული ხარ ვაკაჩოს 60. რა ვიცი, ნახო წესი. იქიდან დადექი რა ცოტა მაინც რა. 1 2 3 ეს სტარტი ნახე ჯერ როგორ დაწაფულობა არის მედი 60 უყურეთ. ფორმულა არა ის. დავაი. რაჩი და 86. 86 მეორეზე ვარ.
მოგიგე 51 გან შენ. კაი, ხო მოგიგე. 50 ისა რა ქვია. არ გამიჩერე შენ უეჭველი. აუ რა დაჟე ადრე გავაჩერე. და გადავამოწვი კამერაზე. ბაზარი არის დაჟე ადრე გავაჩერე. ახლა კი ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტესტის დრო მოვიდა. ეს არის ხმის იზოლაციის ტესტი. ამ ტესტში ჩვენ დეციბალომეტრის აპლიკაციით შევამოწმებთ თუ რომელ ავტომობილში რამდენად შემოდის ხმაური. დავიწყეთ მოკლედ ხმის ჩელენჯი. ამ წუთას მივდივარ 100-ით და გავჩუმდი. მოდი ახლა ვნახოთ Mercedes-ი რას იზამს. $67 დააფიქსირა Mercedes-მაც მაქსიმუმი, იმ პიკებს თუ არ ჩავთვლით. მოკლედ, ახლა Fusion-ს ვტესტავთ და ვნახოთ რა იქნება. არაზმა, ესეც არ მჭირდება და ხმა მესმის ქარის აქედან. ხარის ხმამის ხოლმე. ხმის იზოლაციის ტესტის შემდეგ მოვიდა ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების ტესტის დრო. კაუჩი, ხელოვნური ინტელექტი ხო დებილია რა, ანუ რატო დავდგეთ ახლა ვითვალოთ ამის ეს აირბაგები, როდესაც შეგვიძლია პირდაპირ ინტერნეტში ვნახოთ რა. როგორც აღმოჩნდა, ამას აქვს 10 აირბაგი, Google-მა ეგრევე გვითხრა, მაგრამ მოდი მანდ არ გავჩერდეთ და ვნახოთ crash test-ებში რა რეიტინგები აქვს, იმიტომ რომ რაღაც კაი საიტი ვიპოვე, იქვე ამომიგდო Google-მა, სადაც სხვადასხვა მანქანების რეიტინგებს აგდებს უსაფრთხოების რა. Fusion-ს აქვს ძალიან მაღალი შეფასება. პატარა დაზიანებას წინა მძღოლის მხარეს ფანტასტიკურად უმაღლესი შეფასება აქვს დაწერილი. რაზეც დაბალი შეფასება აქვს არის headlights, ანუ წინა მაშუქები. შანსია გამორიცხულია, მაგრამ აგერა უწერია და ეხა ამერიკის გზების დეპარტამენტ შენასწავლი? ეგენი აზია არის. ყვითელ ნატურებზია გატესტილი ძმა, ეს ფულედები. ჩასარჭობიო არისო, ცუდად გაკეთებულიო. ბაზარი არა, კი. ესო, ღვედისო. ოი, crash test-ები აი. crash test-ების ვიდეოებია. დაგინდა, ძოლი გადარჩა ძმა. ეგრევე გაიხსნა აირბაგები. ძოლი გადარჩა, მაგრამ გაიღო. ჯეკბაკ ისე ვერ ვაღებ ხოლმე, ეხლა რამგან. გზავრის მხარეც საკაიფოა. კაროჩე დარტყმაში ანუ ძალიან საკაიფოა. ფუსიონ საღო. ფუსიონი რა ადამიანი ძმა. კაროჩე განათება არ უარგაო რა, დანარჩენი საკაიფო. ავარიის დროს ძალიან დაცული მანქანა ყოფილა. მოდი ახლა მოვიდა ჩემი ნამდვილი მანქანის დრო. აი ძმაო, ეხლა განახებთ რა არის უსაფრთხოება. აგერ ძმაო, ამერიკის საგზაო დეპარტამენტის შეფასება მე ხო არა ვარ რა. შეფასებები უსაფრთხოებაში იგივეა რაც შენთან, ყველაფერი. ნახე headlight-ებზე, ნატურებზე რა საინტერესო რაღაცებია. განსხვავდება ოფციების მიხედვითო რა. რაღაცეებს კაი აქვს, რაღაცეებს ცუდი აქვს. ეხლა მოდი გადავიდეთ რას აქვს კაი და რას აქვს ცუდი. ორნაირი ნატურა აყენია. არის LED-ები, რომელიც კარგიაო. და არის ჰალოგენები, რომელიც არ არის კარგიო რა. ამაზე LED-ები აყენია. ანუ მაგაში ვიგებ ჯერ რა. ხო, შესაძლებელია. მე რაზე ვღადაობ, იცი? Hyundai Elantra და ამერიკის საიტზე ეძებს შეფასებები. ამერიკის ბაზრისთვის არის. საიდან არის ჩამოყვანილი? გებზე არ კიდია, ხო იგებს და. ო, აი სად და 2020 წლიან Hyundai Elantra-ს აქვს თურმე 7 აირბაგი. ჟოშკები. 7 აირბაგი აქვს რა. ამას რო გააკეთე. მაგრამ უკეთესად აქვს განაწილებული აირბაგები ალბათ. 7, მაგრამ დიდი აირბაგები უყედი. გძელები. გძელები. La polizia. ვაფშე არაფერი ძმაო, ახალი ვით არის. საბურავი წავიდა უკან. აი ერთი ძანი გეტყვი რა, ამას გამოკაჩავ, გიტარას გამოსვლი, საბკა. სამი საბურავი დააფინიშე. არა ძმაო, იმენა წავიდა საკაიფოდ. ახე, იმენა ძინავს მას ბიჭო. ეს სისხლი რატოა? ბიჭო, თვალს ასვენებს. ეს სისხლი რატოა? ეგ სისხლი არ არის. ეს სინანული წრევლე. ეს სინანული წრევლე. თოჯინას თავიო წინა აირბაგს შეეხო, კი ბატონო, ანუ როგორც უნდა მოხდარიყო ისე მოხდა, მაგრამ მარჯვნივ გადაუსწრია და თავი. თავი გახადა დაუცველი წინა სტრუქტურის წინააღმდეგო რა. კარჩე, ფუზენი უფრო დაცულია რა. ვაღიაროთ. ანუ ბიჭო, საკმარისი კი არისო ის, რომ იმას 10 აირბაგი ქონდა, ანუ 13, მაგრამ ამ დაცულია, იმიტომ რომ შენ ჩემი ძმა, დააყენე ეს მანქანა და მოიყვანე შენი. ეხა ბავარიელი გავტესტებ. მან თხილი დევს მომაწოდე. მოკლედ ეს შეიძლებოდა აგროფაი, შენი კარგი რეკლამა ყოფილიყო.
ამ ერთხელ გამოჩნდა მარტო, მაგრამ თუ გინდა რომ კიდე გამოჩნდეს ხოლმე, შეგიძლია მომწერო, აღწერაში წერია მეილი და ვითანამშრომლოთ. ბაზარზე არის უამრავი თხილი. ამიტომ გჭირდება რომ როდესაც ადამიანი თხილის ყიდვას გადაწყვეტს, მის ტოპებზე მაინდ იყო რა, გაახსენე პირველი შენ რომ გაახსენე რა უნდა ქნა, უნდა იყო ესეთ ვიდეოებში, რომ აი ნიკაროჭამ და აგროფაიარ არის და всё რა. ამას მართლა არ მოველოდი ძმაო. შეხედე, წინა მცირე დაზიანებაზე შეფასება მძღოლის მხარეს აქვს ემი. ვაფშე ყველაფერში წითელია. ამაკანი და არის არო. მოყვდები სადღაც. აი ეს არის სინანულის წრემლები შენს მოვასწრებთ. ბიჭო, მეყადავები? Mercedes აი ესეთი, მაგრამ ეს მოდელი ხო შეცდომაა ზოგადად. დო რესტაილინგას უფრო მაღალი შეფასება აქვს, ანუ 2008 წლიანს ვიდრე რესტაილინგს. შენ 96-იანი ნახე, იმენა ალმატურაა ძმა. იმენა ალმატურა. მე მგონი თანხმდებით რომ ფუსიონი გადის პირველზე, Hyundai გადის მეორეზე და ეს გადის მესამეზე. ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ რა. ანუ 12 წლიანი მანქანა რო 19 და 18 წლიანი მანქანის ფასი ღირს, მაგაზე თანხმდებით. ანუ გატყუებენ, გაპოლებენ შეჭე. ციცრუეში ვაცხოვრებენ რა ღირს. ახლა კი უკვე დროა რომ გადავიდეთ ტექნოლოგიებზე. ტექნოლოგიებში ეგეთი რაღაც გადავწყვიტეთ, რომ ვისიც არის ავტომობილი, ის დაჯდება, ჩვენ ვკითხავთ ეს ფუნქცია აქვს, არა აქვს, ჩვენებს რაც აქვს იმას შევეკითხებით და მანქანის მეპატრონე თვითონ ახსნას რა, რატო არა აქვს, თუ არა აქვს რაღაცა, რომ მაგის მიხედვით მე გამოვიტანოთ დასვლა, რომელიც უკეთესი ტექნოლოგიები აქვს რა. მოდი ეს Mercedes წაიღო. ზად ხარ პატივცემულო? მაგალითად Let's Go აქვს. სიმღერაზე იძახი? მარტო არ მაგარდონი აქ სიმღერა დაარტყა ეგრე. უგასაღებოდა ქოქვა აქვს. ბიჭო, აქვს კი, აქვს, უბრალოდ ის უნდა ჩააჭო. ეხა არ გვაქვს ჩარჭობი. ეხა არ გაქვს ჩარჭობი. მაგრამ აქ ოკეი, რავი, ქონია ძმა. უკანასკნელი კამერა აქვს? არა, წინ მარტო. კამერა რა? არა აქვს კამერა, რა თუნდა კამერა ძმაო. Apple CarPlay აქვს? ჩემ დროში არის. Apple CarPlay არა აქვს. Просто Bluetooth-ია. AUX-ის კაბელი. AUX-ის კაბელი, ფლეშკა, მეშკა, ყველაფერი. არმან კარტონია? სად არის ფლეშკა? საფლეშკია. აქვს, ოკეი, აქვს. საფლეშკია. ისა პარკინგ კონტროლია აქვს? არა. დისტრონიკი, ზოლიდან ზოლში გადასვლა, ვიბრაცია, ავტოტორმუზი, რულის გათბობა, რაღაცა, ერთი რაღაცა გითხარით. არა, შეგიძლია. კაი, წადი რა. წადი. მესამე ძმობას. ბიჭო, რატო არ ძმაო, მესამეზე? საბას ხო ვეღადავებით რა და ჩემზე ნახეთ რა და მენძრეს. გასაღები მომე რა გარაჟი მაქვს გასახსნელი. ეს აქ ხუმრობა იყო იმაში რომ ამას ეს აი გავიგე გასახსნელიც არა, აქ გასახსნელიც არა. Let's Go არა. Let's Go უბრალოდ სადმივა ისეთი გასახსნელი. ეს არის კაცების მანქანა, ბიჭო. ეს არის მეოჯახე მამაკაცების მანქანა. ჩარჯო, გადაწე. აი ჭხუბი რო ატყდება და ეს ცივი იარაღი რომ ექნება მე თქვენ იმას. ხელის მუხრუჭი რაზე გაქვს? ხელის მუხრუჭი. ხელის მუხრუჭი ხელზე, ხელის მუხრუჭი აზე უნდა იყოს, ბიჭო. ხელზე, იმაზე კი არა. ეს რა პრიბორია, ვინ ჩაგიდოა? ვინჯარ რა უბედურება რა. ამას არ მივიღებ, იმიტომ რომ მექანიკური პრიბორი ყველაზე კაი. კაი, მექანიკური გასაგები. კაი, საჭეების გათბობა როგორ მკითხე მე? საჭის გათბობა. მოიცა ერთად, შენ მანქანას საჭის გათბობა აქვს? კი. მოიცა ამის მანქანაზე რო გადავართ, მე ისაუბრეთ, ემას ნუცული ძალიან. ზანის ჩა. მან მოვიგე. ზანიში ჩააგდე რა. კამერა აქვს. მონიტორის სისქე ამ ხელა თუ ცოტა დიდი. არა. მონიტორი პატარა აქვს შედარებით. აბა. CarPlay ჩაქე, აბა. CarPlay არა აქვს, უკავშირდება პროსტა მუსიკი და usმენ, მაგრამ ინფრარედი. Bluetooth-ით არის, CarPlay არა აქვს, Apple CarPlay არა აქვს. კაი, სავარძლების გათბობა აქვს, შემაქანას ქონდა. აი პოვოს. არა აქვს სავარძლების გათბობა. როგორ იწევა სიძე აბა ესა, სავარძელი გაწიე, წინ უკან, გვერდზე, ტეხვადი რა. სპორტულად გაწია, აბა უწე. ეს მემორი აბა მანახე. რა მემორი ხელით გავწიე ბიჭოს იმენია. ეს არის, ერთად, ეს არის პრესტოპნიკების მანქანა. რა პრესტუგა 2020-ში. პრესტოპნიკების მანქანა. უწყაზე რუისა რა ქვია. TikTok-ებზე ვიდეო არ გინახავთ? რო ჩაჯდები მანქანაში უკლელი უკნარო გეძდეს და გადმოგდოს ეგრე. და ზიკაპა! ბიჭო. მესამეზეა. წავედი. მესამე მარცხობს. ამას იდეების გათბობა მაინც კონდა.
შეკითხვები მომაყარეთ რა. კაი, რაღა უნდა მოგაყავ, გიყურებ იმაში ზიხარ, ჯეტში ზიხარ, ჩაულებრივი. ადამიანად გაგიზიდო. ყველაფერია. და მანქანას მიხვდება. დაჟე გარბენია 198,000-ია გარბენი ბიჭო. ხო 198. ხო და რა ამის არაფერი არ არის. ჩემსაც 340,000. ამისთვის ზოგ ბავშვი. მე გადავებით ბიჭო. აი, ეს მანქანა ავიღოთ თუ გინდა, რასაც სიტყვის ნახევარი მინუსში გაუშვა და მაინც მოგვიგებს. ანუ ყველაფერია. არ გადიყავით ბიჭებო რა. მივედით იქ, რაც უშუალოდ ჩვენი საქმეა. მანქანის ტექნიკური მახასიათებლები რა, რამდენად ფუჭებადია. ალბათ ყველანი თახვდებით, რომ ეს მე-3 ადგილზე გადის, ყველაზე ბოლოზე. არა. რა ღირს ამის კარობდა? $1000. $1000. 900 რომ მანქანა შეიხდი და $1000 მე კარობკაში უნდა გადაიხადო კიდე ტეხავს. კარობკაში არ უნდა გადაიხადო, კარობკა უნდა გააკეთო. გაარემონტო. არემონტებენ და ჯდება ახლოს 2000 ლარი. გადაიხადო ნიშნავს, რომ გარემონტებაში გადაიხადო. არაფერი. ბევრი ბლოკი ელემენტები ხოა. ელემენტები არ უფუჭდება, ლითიუმი აქვს და ამ მოდელზე არ ფუჭდება. დაჟე ამისას პრიუსებზე აყენებენ ტაქსისტები, რომ ბევრნი იარონ რა. ამის გამძლეები რა გავაკეთე. აი მანქანა. აი იმენა, აი. არაფერი არ უფუჭდება ძმაო, იმიტომ რომ არა აქვს. მაგას რა არ მინდა ხატარა უბედურება. რომელმა დიზაინერმა ვიზუალს თავი და ეცავით, იმას მაინც ჯობია ეს. აი რა ჯობია ფარებს მაინც იღებ ლამაზი მაინც აქვს რა საგავ. შენ თუ სიტყვა ლამაზი იცოდე, რას ნიშნავს უნდა მოსოვი. სერვისის ხრივ რა, Ford და ამას შორის რომ შედარება გავაკეთოთ, ეს უფრო იაფიანია ვიდრე Ford. არასორი წლოვანების მანქანაზე რა ვიბაზროთ ეს? ამაზე რა უნდა არა. მოდი ახლა სიმართლე ვთქვათ რა უფუჭდება ამ მანქანას? 250 ბაზარი არაა, აი. ნაგავი არის, ჩვეულებრივად შეგიძლია რომ დილით რო ჩამოივლის ნაგვის მანქანა შეიაგდო და გაატანო. 250 რომ მოსულიყავი, ბაზარი არ არის, მაგრამ ამას უბრალოდ სერვისის ხრივ უფრო ძვირია, თუნდაც ხუნდები, თუნდაც ზეთი, ბევრი ზეთი ჩადის, ხუნდები უნდა, საბურავი ძვირი ღირს ამის და ანუ ყველაფერი ძვირი ღირს ამის ამათან შედარება. კიდე მესამეზეა თუ ბიჭო. რა საკით გამოვყედა. არა, ჩვენ ტექნიკურ პრობლემებზე რადგან ვლაპარაკობთ, ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ ახლა ჩემი აზრით 3 ქულა ელანტრას, 2 ამას და 1 იმას. всё, შევთანხმდით. წავედით. მოკლედ, მოვედით ფინალურ შეჯიბრებებამდე, ასე ვთქვათ, ჩელენჯებამდე. მოდი ახლა სანამ გადავალთ ფინალურ ტესტებზე, ზემოთ ამოვანათოთ შედეგები დაახლოებით აქ. ვნახოთ სად ვართ. თითქმის თანაბრად ვართ, 11-12-13-ია და ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ბოლო ტესტებში რას ვიზამ. შემდეგი არის ჩვენი საყვარელი ყავის ტესტი. შედარებით ცუდი გზა აქვს, ამიტომ 40 მილი და რაღაცები აღარ გვინდა, 30 კილომეტრით უნდა იარო. საოჯახო სედანში ძალიან მნიშვნელოვანია ცუდი გზაზე როგორ დადის, ხო? ეხლა ბავშვებისგან უკან გოგლი-მოგლი თუ გაკეთეთ და გოგლი-მოგლი არა, მაგრამ თუ დაეძინა გადავედით ყავის ტესტზე, თუმცა სანამ ტესტი დაიწყება, მინდა შეგახსენოთ, რომ Hyundai-ის ყიდვა შეგიძლია 1 ლარად, სელუჯიზე 1 ლარიდან. სელუჯიზე შეგიძლია გადახვიდე და იქ არის შესარჩევი აუქციონები, სატელიტი ქვია ამ შესარჩევ აუქციონებს და სატელიტში თუ გახვალ პირველ 3 ადგილზე, ანუ ბოლო ბიდერს ექნება 200 ლარის ბილეთები, ბოლოდან მეორე ადგილზე მყოფს ექნება 100 ლარის ბილეთები და ნუ მესამე ადგილზე მყოფს ექნება 50 ლარის ბილეთები. და მოხვდებით პირდაპირ ფინალურ აუქციონზე, სადაც უკვე გაიყიდება ის ავტომობილი და შეიძლება ლარად ეს მანქანა შენი გახდეს. ახლა კი, მეგობრებო, საბა მიდის პირველი? მზად ხარ? მე რა თქმა უნდა. ძალიან კარგი, თუ მზად ხარ. ხსნი თავს ახურს. ეს წაიღეთ და როდესაც გაჩერდები, დააფარე და ისე წამოვიდეთ უკან რომ აღარ დაიქცეს მეტი. ეს არის იდეალური ტესტი, რომ გავიგოთ, რამდენად ყლაპავს სავალი ნაწილი და დაკიდების სისტემა ცუდ გზას და რამდენად კომფორტულია მანქანა შიგნიდან. ვაიმე. ეს უნდა გადაეღო. ვაიმე წყალი ჩამოვიდა. სანამ საბა ბრუნდება, არ დაგავიწყდეთ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ არხი ლაიქი არის უნიშნელოვანესი, აი დაბლა. ნახეთ თქვენგან მარჯვნივ დაბლა, აი აქ სადღაც. აქ არის? არა, აქეთ. მარცხნივ დაბლა იქნება ლაიქი და დააწექით ლაიქს. მეგობრებო, ეხლა მოვხსნით ნიკუშას, სტარტზე ხარ. წავედი? კი, ეს დაიყოლეთ. დაალაიქეთ მეგობრებო ეს ვიდეო, 10,000 ლაიქზე თუ ავიყვანთ ამ ვიდეოს, შემდეგ უკვე გადავიღებთ რუსული ავტომობილების ესეთ ჯავს, ნახოთ რომელი უფრო ნაგავია. წავედით ეს და. მიდი დავარ.
კარგად მოვიდა ყავა? ყავა გადმოვიდა და საკაიფოდ, მაგრამ ბოლოს დამუხრჭება მომიწია ძალიან მკვეთრად და მაგ დროს დავაქცევდი ბევრს. რა ვიცი, ძალიან რბილია აგერა, საბამას აღნიშნა. Რა ცოტა, შეჭირდა, ვარ ყოფილაში. დარჩა რა? ძალიან ცოტაა რა. ახლა კი უკვე ამიკო წავა, ამიკო მზად ხარ? მე ყველაფრის მზად ვარ. ძალიან ბევრი ჩალენჯი მოგიწევს, რომ Hyundai ისაჯობა. მოიცა მოხსნა თავი. სხვათა შორის ეს დიზაინი ყავაზე ფრანკინმა გააკეთა 26 მაისთან დაკავშირებით და ეხლა შემორჩათ კიდე რა და ისევ ამშია და მაგრა გამისწორდა კაი ტიპია. ახლა მოდი გავუშვათ ამიკო დრო რო აღარ დავუკარგოთ. ამიკო 30 კმ/სთ საბა უკონტროლე. დავაი. 30 რა მომირი? შენი არა ხანაობს, მაო, მანქანა რას ლაპარაკობ? აი 30 და. ნახე, 24-ია. 30 დაგვამწია. გაჩი. აი წვეთი როგორ მოსრიალდა. წამოიღო. ჩემი გარეცილი მანქანა. ეი, ნახე კარბორბალა. ბოლოა ჩემი მოვიგე. ყველაზე ცოტა ამაშია. Hyundai-ა პირველზე, Mercedes-ი ცოტათი ჩამოცდება. ჩამორჩება, მაინც არა და ეგრე არ ხანაობდა მაგ რაღაცა სერიოზული კონკურენცია მიმდინარეობს. აუ, აქ უფრო მეტი დამექცა. აი, ერთი წვეთი ჩამოვიდა. ერთი ჩამოვიდა. მე ჩაგიმატებ ჩემი ჭიქი. არა, ელანტრა მოიგო. რა გინდა ეხა, ნამუსი არა რა. სირე, მაგრამ მოიგო რა. მოკლედ, Snow, ხო ხედავთ რა კაი რეკლამა გამოვიდა რა. თქვენ გაქვთ ისეთი პროდუქტი, არ აქვს მნიშვნელობა მტკიცებას რამის, წყალია, მორჩა, სამტკიცებელი არაფერი არ გაქვთ რა. თავარია, რომელი გაახსენდება ადამიანს მარკეტში რო შევა. ამიტომ YouTube მარკეტინგი ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის, უამრავ ფულს დაგიზოგავ და ყველაზე ეფექტური გამოვა. სხვათა შორის, რომელიმე წყლის მარკეტინგი თუ მართლა კარგი მარკეტინგია, შეგიძლიათ Snow-ს დაასწროთ. შემდეგ ვიდეოში ისედაც სხვა წყალს ვაპირებთ რომ იყოს. წავედით. მივედით უკვე ფინალ, აი სულ ფინალ ტესტებში და ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანში. როდესაც $8,000 გაქვს მხოლოდ ბიუჯეტი მანქანისთვის, ფასი არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რაც აგარჩევინებს რომელი ავტომობილი იყიდო, ხო? და შემდეგი ტესტი არის ფასი. და ფასი განისაზღვრება ასე, რადგან ბიუჯეტი თქვით $8,000, $8,000 სიახლოვეს უნდა ვნახოთ რომელი უფრო იაფიღებს და მაგის მიხედვით განაწილდება პირველი, მეორე, მესამე ადგილები. მოდი ახლა თქვი, ხო არის ეს მანქანა? რო იძახდა ძვირს. რამდენში ყიდი? რამდენში ყიდი? ამ მანქანას მეგობრებო. მანქანაზე 6-ში გავატან. აი, 9.5. 9.5-ში ყიდი, ხო? კი ბატონო. 9.5-ში იყიდება. ეს მანქანა რა ღირს? ხო ყიდის შენი ძმაკაცი ამ მანქანას, რა არის ამის გასაყიდო? მე რამდენში გითხარი, რამდენში გაყიდეს მე? არა, ხალხმა მინდა გაიგოს, იმიტომ რომ ეს ფასები როცა თქვეს, ეს ტესტი არ იცოდნენ რა, რომ იყო და აბარახუნეს ჯიგრები. რეალურად რა. მე 9.5 ვიტყვი. საბაზრო ღირებულება ამის რა არის თქვენ თქვით, მე ხმას არ არა, მოვიდა. 8 9.5 და 8-ში ყიდი. ანუ ნახე, მაგმანქანის ფასი, რომ მოიყვანო წყობაში ყველაფერი რაღაც არის 8. 8. ამ მანქანის ფასი სულ 9-ში იყიდო. ეხლა ამას კი არაფერი უნდა ამ ეტაპზე რა, მაგრამ 9.5 გჭირდება რა. კი, და თემა აქ ეხლა რატო არ ჩავკეტეთ 8-ზე რა? $1,000 არ არის ის ფული, რომ ვერ დაამატო თუ მანქანა გინდა. ამიტომ რა, პლუსი, მინუსი შეიძლება ვიღაცა მოსულიყო აგერ $6,000-იანი მანქანი და მაგაში პლუსები დაეწერა, ხო? ხო და მაშინ ესე იგი ჯიგრებო, ეხლა ავიღებ. ნახე, 8 რაზე დათქვა. ვინდა ეს ტესტები ვინ გააკეთა ამ? ეს არის ყველაფერი ნიკას. ნიკას გაწყობილია. გაჩერდით $8,000-იანი ჩელენჯი რო იყო, იცოდით. შეგიძლიათ იაფიანი მანქანებით მოსულიყავით. და ამ მომენტამდე მიგებთ. ვერას გიგე, მე ბოლოზე ვარ. რომელი უფრო ძვირიანია მორიდან? ეს Mercedes-ია ბოლო რა. რა ძმაო, Mercedes-ია ბოლო. ეს არის Ford-ი, პუსიო. შეხედავ ტაქსაობ, იმით არ ტაქსაობ, ვიას და ტრაკი გაქვს, დადიხარ, ბენზინს ბევრს წავს. შეიცვალა სიტუაცია მეგობრებო. ფინალური შეფასება ჯერჯერობით. გვაქვს ასეთი. Hyundai-ს 17, ამას Ford-ს 16 და იმას 15. და მოდი ახალგაზრდები მოდიან და ვკითხოთ ძმო. ბარემ ვიზუალით შევაფასებთ. რომელი მანქანით უფრო კარგად ტაქსავებდით? დაგვეხმარეთ აბა ერთ. ამ სამი მანქანიდან ყველაზე მეტად ვიზუალურად რომელი მოგწონთ თქვით? აი ეს C-კლასი. C-კლასი ეგრე. აი, შენ კაი. გავიარეთ. აბა ბიჭო, რომელი მანქანით ყველაზე მაგრა უფრო იტაქსავებდით? გითხარით. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად ვეცადი ახალგაზრდებს სწორი არჩევანის გაკეთებაში დავხმარებოდი, მათ მაინც Mercedes-ი აირჩიეს. ნუ რასაც ახლა სიმართლე რომ ვთქვათ, ვერ ვამტყვნებ და საბოლოოდ ბევრი რამე შეცვალეს. მოდი ახლა ვნახოთ, როდესაც ტესტები დავიწყეთ, ჩვენ ყველამ გავანულეთ წვა
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მანქანა გაჩერებული მყავდა და ქოქილი მყავდა, რომ დატენილიყო რაღაცა. ჩემიც დაქოქილი. კონდიციონერი არ გამომირთია ჩემი. კონდიციონერი არ გამომირთია. მე წესი წვალ გაქცეული მოხდეს, მაგრამ არა უშავს. კაი რა. აუ, ეს იმენა დედა, არა 17 MPG-ო. ერთი 27 ლიტრა. არა, 8 ლიტრა არის 9 ლიტრა მაქსიმუმ. ძალიან არარეალურია გაქცეული. რა ვიცი, 13 წერია. დაქოქილი მყავდა გაჩერებული. სუდაქოქილი მყავდა. დაკე არ ყავდა სუდაქოქილი, ინამუსე მე ვტენიდი რაღაცეებს. მიდი ნახე შენზე რა აწერია. 15 და 1, აი რა ვიცი. არა, ეს ახლა მე უსოდაც 2 აზრი არა ვახ, ხა ბოლო რო ხარ. 15 ლიტრის წავს მანქანა, რაზე მელაპარაკები. კამერა შემოყავი პროსტა. 5 და 4 ძმაო. ამის ესე უნდა დაქოქილი მყავდა, გაიგე და პროსტა მაგმონჯი იყო, თორე ეს რომ მე ჩამეკრო და კონდიციონერი მუშაობ. კაცურა. ვაფშე არ შეგაწუხებს. დაბლარულია კამერას ეკრანის, ვაუ. 15 უწერი. 5 და 4, უნდა პრიუსზე ნაკლებს, ვაუ. არა, ჰიბრიდი ეგრეა. პრიუსზე ნაკლებს და თან ამხელა მახინა მანქანა. ყველაფერი დამთავრდა ძალიან ცუდად ჩემი აზრით. ანუ ჩემთვის მიუღებლად რა. არ ვთვლი რომ ეგ არის. და ამიტომ შეჯამება მოგვიწევს. მოაჩვენოთ ფულები. სამივეს ყოს 20-20 ქულა. კაი. აი, რანაირად. ანუ აი ხა ვინმე ხო არ იტყვის რომ დასვითო ამდენ ტესტში რანაირად დავსვით ეგრევე. აი მაგის შანსი არ არის, მაგრამ ბიჭო, იცი რა, სადღაცას მგონია რომ ეგრეც უნდა იყოს. მოკლედ მეგობრებო, ეს არის რა შედეგიც მივიღეთ რა. $8,000 თუ გინდა სრულად მხოლოდ პრაქტიკული მანქანა Hyundai, თუ გინდა პრაქტიკული მანქანა და თან ცოტა ტექნოლოგიური რაღაცეები Ford-ი და თან ცოტა წვა და თუ ეგოს დაკმაყოფილება გინდა Mercedes-ი. აქვე მინდა გითხრათ, რომ 10,000 ლაიქზე თუ ავა ეს ვიდეო, გადავიღებთ იგივე შედარებას რუსულ ავტომობილებში, ვნახოთ რომელი უფრო ტაშტია. და ბოლოს შეგახსენებთ, რომ Hyundai იყიდება სელუზე და ერთლარად შეიძლება ეს მანქანა თქვენი გახდეს, თუ სატელიტში მოიგებთ და მერე ფინალურ აუქციონზე. თუ არა და ფინალურ აუქციონზე 5 ლარი ეღირება ბილეთი და 5 ლარიდან შეიძლება ეს მანქანა რომ შეიძინოთ. ერთ თვეში დაახლოებით ამ მანქანას უკვე ახალი მეპატრონე ეყოლება და შეგიძლიათ დანარჩენი უკვე სელუჯიზე ნახოთ. ძალიან დიდი მადლობა ყველას წარმატებები.